უკან დგას კომპანია, რომელსაც სიმართლის დრო ქვია. გადავცემთ ჩვენს ახალ წევრებს ჩვენს გებეს ემბლემას. წმინდა თეონას დიდი მადლობა გადაუხადო. თეონა დიდ მადლობას გიხდით. თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ ჯერ რომ ამოდენად დიდ საქმეს უხელმძღვანელოთ, მაგრამ მე გითხარი ერთი რამ. თამარ მეფე იყო თამარ მეფე, ხო? ჩვენს ისტორიაში თამარ მეფე დარჩება როგორ თამარ მეფეთ, ხო? რატომ დარჩება ისტორიაში? იმიტომ რომ ძალიან პატარამ ახალგაზრდამ ჩაიბარა, ქვეყანა ჩაიბარა, ქვეყანა და მე შენ ჩაგაბარე ეს იურიდიული სამსახური და ამას კიდე ერთჯერ გილოცავ. კიდევ ერთჯერ მოსახლეობას მივმართავ. ხვალიდან განაწყენებულები რო ხართ ადვოკატებზე, იმიტომ რომ მე დღეში რამდენი მირეკავს არ ვიცი, მე ვიცი, ბათუმიდან ძალიან ბევრია განაწყენებული, ოზურგეთიდან, თელავიდან, თვითონ სამეგრელოდან და მინდა გითხრათ, რომ ყველას ახლა ჩემი ტელეფონი ვერ ექნება, აქედან გამომდინარე ამ საქმეში 100% ერთვებიან ეს ადამიანები და 100% ნებისმიერ დროს დაურეკავთ ქალბატონს და ტელეფონზე გიპასუხებთ და მობრძანდი და ყველანაირად დაგეხმარებიან. სინდისი, ნამუსი, ღირსება არ უნდა დაკარგოს არავინ. გინდა პროკურორი იყოს, გინდა პოლიციელი იყოს და გინდა ადვოკატი, ხო? არავინ ეს არ უნდა დაკარგოს. სპეციალური განცხადება უნდა გავაკეთო. 2-3 დღის უკან ვიყავით აჭარაში. მე მინდა აჭარაში ვიყავით და გადავედით თურქეთში გასვენებაში ვიყავით და რაღაც ჩვენი საქმე გქონდა. მე მინდა ყველა აჭარის პატრულის თანამშრომელს დიდი მადლობა გადაუხადო. მე მინდა ყველა მებაჟეს დიდი მადლობა. იმ გოგო ბიჭებს ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მე მინდა აჭარის პოლიციის იმის პატრულის უფროს დიდი მადლობა გადაუხადო. აჭარის პატრული რო იყო საბაჟოზე, აი გაგიხარდებოდა რა, ყველა ფორმა ჩაცმული, კარგი მანქანებით. აი როგორ თქვენ გაცვიათ ახლა ფორმა, ესე ეცვა ყველა გოგო ბიჭებს და დავინიშნე დრო, საზღვარს რამდენ ხანში გავივლიდი. დაიჯერებთ, საზღვარს რამდენ ხანში გავივლიდი და მივედი თუ არა, პატრულის თანამშრომელი დამხვდა და საათი დავინიშნე და აი მართლა გეუბნებით, აი კაცურად გეუბნებით, რომ მე საბაჟოზე 2 წუთის მეტი არ გავჩერებულო. ახლა თურქები რო გადმოდიოდნენ